წაგების შემდეგ მან გამომცემლობასთან დადო ხელშეკრულება და უმოკლეს ვადაში უნდა ჩაებარებინა ახალი რომანი. შესაბამისად, შემიძლია გულწრფელად ვთქვა, რომ ამ წიგნმა გამაბედნიერა. მაგრამ აი ამ 50%-ის შემდეგ ყველაფერი უკან და უკან წავიდა. თუმცა ამ თავარ პერსონაჟთან სამწუხაროდ ვერ ვიპოვე ვერანაირი კავშირი. და ბოლოს ისეთ ემოციებში ვიყავი და ისევ ტიროდი, რომ მართლა სიტყვებს ვეღარ ვხედავდი უკვე სრემლების გამო. აქაც საუბარია მისი დულობის ძალაზე და იმაზე, თუ რამდენადაა დამოკიდებული ჩვენზე, თუ როგორი ცხოვრება გვექნება. მოგესალმებით. დღეს გვექნება ივლისში წაკითხული წიგნების შეჯამება. თუ ჩემი წინა ვიდეოები ნანახი გაქვთ, მაშინ გეცოდინებათ, რომ ეს წიგნების სია შევადგინე ჩემი TBR ქილის დახმარებით. და მინდა გითხრათ, რომ ამ ხერხმა ძალიან გაამართლა. უზომოდ კმაყოფილი ვარ ამ თვით. იმდენად მრავალფეროვანი წიგნები ავარჩიე, რომ ამ თვეში მივიღე ყველანაირი ემოცია. ვიყავი დასევდიანებულიც, გავერთე, ვიყავი ბედნიერიც და ასევე მოტივირებულიც. მიყვარს ეს თვე. ჯამში წავიკითხე 6 წიგნი და ტრადიციულად მინდა რომ გესაუბროთ თითოეულ მათგანზე და გაგიზიაროთ ჩემი შეფასება. ასე რომ, დავიწყოთ. პირველი წიგნი, რომელზეც უნდა გესაუბროთ, ავარჩიეთ წიგნის კლუბში და ეს არის მარკუს ზუზაკის წიგნის ქურდი. გადავდივართ 1939 წლის გერმანიაში და ისტორია მიუყვება 9 წლის ლიზელს. ისტორია იმით იწყება, რომ ლიზელს დედა ტოვებს სხვა ოჯახში, რადგან ფიზიკურად აღარ შეუძლია თავის შვილს მიხედოს, აღარ აქვს არანაირი შემოსავალი და სხვა გზა მართლაც რომ არჩება. ხედავთ როგორ იზრდება ლიზელი დედობილთან და მამობილთან, როგორი ურთიერთობა უყალიბდება თითოეულ მათგანთან და ასევე ვეცნობით მის მეზობლებს და მის გარშემომყოფებს. სათაურიც რომ ავხსნათ, ერთ-ერთი მთავარი ხაზი ამ წიგნის არის ის, რომ ლიზელი იპარავს წიგნებს. და ამას იწყებს ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც კითხვაც კი არ იცის. მაგრამ ძალიან იზიდავს წიგნები და ძალიან აინტერესებს. და ვხედავთ რა როლს თამაშობს წიგნები მის ცხოვრებაში. თუმცა ყველაზე საინტერესო ამ წიგნში არის ის, რომ ამ ამბავს გვიყვება არც მეტი არც ნაკლები სიკვდილი. ვხედავთ სიკვდილის თვალით დანახულ პატარა გოგონას, რომელსაც წიგნები ძალიან უყვარს და ვხედავთ სიკვდილის თვალით დანახულ მეორე მსოფლიო ომს. თვითონ ეს კონცეფცია ძალიან მომეწონა თავიდანვე და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა სიკვდილის თვალით დანახული მოვლენები. და ასევე ეს ურთიერთობები, რაც ამ გოგონას უყალიბდება სხვადასხვა პერსონაჟთან, არის ძალიან უნიკალური და ძალიან ადამიანური. თუმცა მთავარი ამბავი, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია წიგნის კლუბში, იყო ის, რომ სიკვდილი რაღაც მოვლენებს წინასწარ გვეუბნებოდა. ანუ ვიცოდით ზოგიერთი პერსონაჟის ცხოვრება როგორ განვითარდებოდა. და რა არის აქ ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო. მე ვარ ადამიანი, რომელსაც სპოილერები საშინლად არ უყვარს. ყოველთვის თვალს ვარიდებ ყველანაირ ინფორმაციას, თუ ვაპირებ რომ ან რამე წიგნი წავიკითხო, ან თუნდაც რამეს ვუყურო. და მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილმა დამასპოილერა რაღაც მოვლენებზე, ამან პირიქით იმოქმედა ჩემზე და უფრო მეტად გამიმძაფრა ყველა ემოცია. თუმცა იყო მეორე ნაწილი წიგნის კლუბში, ვიზეც ამან საპირისპიროდ იმოქმედა. და ასევე ჩემმა მეგობარმა განხილვის დროს ძალიან სწორი კომენტარი გააკეთა, რომ საინტერესო იყო ამ ომის პერიოდში გერმანიის მხარის დანახვა. და ვხედავდით, რომ აქაც იყვნენ ადამიანები, რა თქმა უნდა, ვისაც არ მოწონდა რაც ხდებოდა ირგვლივ, შეძრწუნებული იყო ამ საშინელებით და ძალიან მიხარია, რომ თითქოს ამ ადამიანების ხმა მოგვაწვდინა ავტორმა. ჩემთვის ეს იყო ძალიან კარგი, ძალიან ადამიანური და გულისამაჩუყებელი წიგნი. ყველაზე მთავარი მანიშნებელი, რომ ეს წიგნი ძალიან მომწონდა თავიდანვე, იყო ის, რომ ყოველთვის ერთი სული მქონდა, რომ წიგნი ამიღო და გამეგრძელებინა კითხვა. საკმაოდ მოცულობითი წიგნია, მაგრამ ერთი ამოსუნთქვით იკითხება და არ მოიწყენთ და ბოლოს ისეთ ემოციებში ვიყავი და ისევ ტიროდი, რომ მართლა სიტყვებს ვეღარ ვხედავდი უკვე სრემლების გამო. ძალიან იმოქმედა ამ წიგნმა ჩემზე და როგორც კი დავასრულე, ეგრევე ვთქვი და ახლაც მაგ აზრზე ვარ, რომ რა თქმა უნდა ეს იყო 5 ვარსკვლავი. ამ პერსონაჟებზე და ამ ამბავზე ახლაც ვფიქრობ და ლიზელმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ჩემს გულში. ძალიან მომეწონა ასევე მისი სახელი, ლიზელი. რაღაცნაირად ძალიან ლამაზია. ასევე როგორც ვიცი, ამ წიგნს აქვს ეკრანიზაციაც და ჩემმა მეგობარმა მირჩია და რა თქმა უნდა აუცილებლად ვუყურებ. ასე რომ ეს თვე დავიწყეთ 5 ვარსკვლავით. ივლისში წაკითხული მეორე წიგნი არის არჩილ კიკოძის სამხრეთული სპილო. ამ ავტორზე ძალიან ბევრი რამ მსმენია, უმეტესად
დადებითი კომენტარები და ძალიან დამაინტერესა მისმა წიგნებმა. ავარჩიე სამხრეთული სპილო და აქ სიუჟეტი მიუყვება რეჟისორს, რომელიც თავის სახლს უთმობს მეგობარს, რომელსაც აქვს პაემანი. და ამ დღის განმავლობაში ეს ადამიანი დასეირნობს თბილისის ქუჩებში, იხსენებს მის სტუდენტობას, კარიერას, ურთიერთობებს და ასევე ვხედავთ მის ამჟამინდელ გამოწვევებსაც. საინტერესო ამბებს იხსენებს ნამდვილად, რამდენიმე მონაკვეთი განსაკუთრებულად ჩამრჩა და დამამახსოვრდა, თუმცა ამ მთავარ პერსონაჟთან სამწუხაროდ ვერ ვიპოვე ვერანაირი კავშირი. იმდენად განსხვავებულები ვართ, ასე ვფიქრობ ერთმანეთისგან, რომ ძალიან გამიჭირდა ამ პერსონაჟთან დაკავშირება და ემოციურად არც თბილისის ქუჩებმა და იქ ხეტიალმა იმოქმედა ჩემზე. ფიქრობ, რაღაც სენტიმენტალური დამოკიდებულება ზოგადად თბილისის მიმართ დიდად არ მაქვს და ალბათ მაგის ბრალიც არის, რომ ვერ იმოქმედა და აი ისეთი განცდა დამრჩა, რომ მე რო ყოფილიყავი სადღაც 40-დან 50 წლამდე მამაკაცი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა თბილისში, გონია რომ ძალიან მომეწონებოდა ეს წიგნი. საბოლოო ჯამში ამ წიგნს დავუწერე 3.5 ვარსკვლავი, რაღაც მონაკვეთები იყო კარგი, მაგრამ მთლიანობაში არ ვიცი, რამდენად არის არჩილ ქიქოძე ის ავტორი, რომელიც მე მომეწონება. შეიძლება მისი რომელიმე სხვა წიგნი უკეთესი იყოს ამაზე, თუმცა უახლოეს პერიოდში წაკითხვას ჯერჯერობით არ ვაპირებ. შემდეგი წიგნი, რომელზეც ჩემს ვიდეოებში იმდენჯერ ვისაუბრე, რომ ბოლოს ნამუსმა შემაწუხა და ავდექი და წავიკითხე, არის ემილი ჰენრის People We Meet on Vacation. მთავარი პერსონაჟები არიან პოპი და ალექსი, რომლებიც არიან მეგობრები და აქვთ ასეთი პირობა, რომ როგორი დაკავებულებიც არ უნდა იყვნენ წლის განმავლობაში, ზაფხულში ერთ კვირას აუცილებლად გაატარებენ ერთად. და ნუ ძალიან უყვართ ერთად მოგზაურობა და ახალი გამოცდილებების მიღება. ტიპაჟურად ძალიან განსხვავებული ადამიანები არიან, ალექსი უფრო მეტად მშვიდი და სტაბილურია, ხოლო პოპი უფრო მეტად თავქარიანი და თავგადასავლების მოყვარული. ვიცით, რომ რაღაც მოხდა 2 წლის წინ, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან, თუმცა პოპი ხვდება, რომ ძალიან მოენატრა ალექსი და ძალიან ბედნიერი იყო სწორედ ამ მოგზაურობების დროს და გადაწყვეტს, რომ კიდევ ერთი მოგზაურობა დაგეგმოს მასთან ერთად. ძალიან კარგად დაიწყო ეს წიგნი, ჩამithრია თავიდანვე და დამაინტერესა ორივე პერსონაჟმა. თან ეს ზაფხულის და შვებულების განწყობა იგრძნობოდა, რაც ამ პერიოდში ნამდვილად ძალიან სასიამოვნო იყო. ნახევრად მოვუსმინე აუდიო წიგნს და დიდად არ მომეწონა სიმართლე გითხრათ, რადგან ყავდა ქალი ნარატორი და მამრობითი სქესის პერსონაჟებს რომ ახმოვანებდა, ხმას იბოხებდა ხოლმე და ეგ სიმართლე გითხრათ მაგდებდა ცოტა სიუჟეტიდან. 50% ვფიქრობ ამ წიგნის იყო საინტერესო. მაგრამ აი ამ 50%-ის შემდეგ ყველაფერი უკან და უკან წავიდა. სიუჟეტი გახდა ძალიან ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი და უკვე ის განცდა მქონდა, რომ მეთქი რაღაც უნდა მოხდეს, ანუ რაღაც უკვე უნდა გავარკვიოთ. აი ეს მთავარი ამბავი, რაც 2 წლის წინ მოხდა და რაც ძალიან მაინტერესებდა, საერთოდ არ აღმოჩნდა ჩემთვის ეგეთი დრამატული, რომ 2 წელი ხმას არცემდნენ ერთმანეთს და ბოლოს უკვე ისე ვიყავი, რომ თითქოს სულ ერთი იყო, საით წავიდო და წიგნი. შეფასებას რაც შეეხება, დავუწერე 3 ვარსკვლავი და ასევე ვნახე ამ წიგნის ეკრანიზაციაც. ალბათ ამ ფილმსაც 5-დან 3 ვარსკვლავს დავუწერდი. იყო რაღაც საყვარელი და კარგი მომენტები, მაგრამ მთლიანობაში ჩემთვის სიუჟეტმა არ გაამართლა. ემილი ჰენრიზე ჩემს გაურებას რაც შეეხება, მანამდე მქონდა წაკითხული Book Lovers, რომელიც ძალიან მომეწონა, Happy Place, რომელიც საერთოდ არ მომეწონა და ეს აღმოჩნდა ზუსტად შუაში. საბოლოო ჯამში მივიღე გადაწყვეტილება, რომ ემილი ჰენრიც დავაპაუზო ამ ეტაპზე, რადგან არ გამიჩნდა ინტერესი მისი სხვა წიგნების მიმართ. შემდეგი წიგნი, რომელზეც უნდა გესაუბროთ და რომლის კითხვის ვლოგიც მიდევს ჩემს არხზე, სხვათა შორის ძალიან ემოციური ვლოგია, არის ლორენ რობერტსის Reckless. ეს არის უძლური სერიის მეორე ნაწილი და ქართულადაც გვაქვს სახელწოდებით ურჩი. სიუჟეტზე ცოტა გამიჭირდება რამე ვთქვა, რადგანაც ამ სერიის მეორე ნაწილია და პირველი აუცილებლად უნდა გქონდეთ წაკითხული, თუმცა რაც შემიძლია გაგიზიაროთ არის ის, რომ ამ წიგნის 90% ეთმობა მთავარი პერსონაჟების ურთიერთობას. და ვინაიდან მე ძალიან მიყვარს ეს წყვილი, კაი და პეიდენი, ძალიან მოხარული ვიყავი ამ ამბით. იყო უზომოდ კარგი მომენტები, მთელი წიგნი ვიყავი გაღიმებული, კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა კაიც და პეიდენიც, ანუ რაღაც საოცარი ქიმია აქვთ და ძალიან მომწონს აი ამ ურთიერთობას, ამ დაძაბულობას და აი ამ გრძნობებს როგორც გადმოსცემს ეს ავტორი. შესაბამისად, შემიძლია გულწრფელად ვთქვა, რომ ამ წიგნმა გამაბედნიერა. უზომოდ ვისიამოვნე მთლიანად ამ წიგნით. მაგრამ დამემართა ერთი ცუდი ამბავი.
ეს არის დელუქს გამოცემა, რომელსაც აქვს ილუსტრაციები. წინაც და უკანაც არის რამდენიმე. და მე რა თქმა უნდა ვნახე წინასწარ ეს ნახატები და ბოლო გვერდებზე არის ერთი ილუსტრაცია, რომელზეც არის ამ წიგნის ყველაზე დიდი plot twist-ი. და აი ბოლო გვერდებზე რაც ხდება, რამაც ესე შოკში უნდა ჩაგაგდოს, ესე საყვარელად შეიტანეს ნახატით. საკუთარი თავის გასამართლებლად ვიტყვი, რომ პირველი ნაწილის დელუქს გამოცემა მაქვს ნაყიდი და იქაც იყო ნახატები, რომელიც არაფერს ზედმეც არ გვეუბნებოდა. შესაბამისად არ მქონდა მოლოდინი, რომ თავს დავისპოილერებდი, თორემ დამიჯერეთ არ გადავშლიდი ამ წიგნს. და რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა ძალიან გამიფუჭა ეს ბოლო მომენტი. შეფასებას რაც შეეხება, დავუწერე 4.5 ვარსკვლავი. და ამაზეც მინდა გესაუბროთ. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი რაც მოხდებოდა, ეს ამბავი იმდენად აბსურდული და იმდენად არალოგიკური მეჩვენება ახლაც, რომ ვფიქრობ მაინც დავაკლებდი ქულებს. და იმედი მაქვს, რომ მესამე ნაწილში კარგად აიხსნება ეს ყველაფერი. ლიანობაში მეგობრებო ეს წიგნი მიყვარს და კაი მიყვარს. ნახოთ როგორ დასრულდება ეს ისტორია მესამე ნაწილში. შემდეგი წიგნი არის ფიოდორ დოსტოევსკის მოთამაშე. პირველი რატომაც დამაინტერესა ამ წიგნმა არის მისი შექმნის ისტორია. ფიოდორ დოსტოევსკი იყო თამაშზე დამოკიდებული და ერთ დღესაც მან ბანკოში წააგო მთელი თავისი ფული. წაგების შემდეგ მან გამომცემლობასთან დადო ხელშეკრულება და უმოკლეს ვადაში უნდა ჩაებარებინა ახალი რომანი. ასე დაიწერა მოთამაშე. ფაქტობრივად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არის ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული წიგნი. რაც შეეხება სიუჟეტს, აქ ყავს გადამდგარი რუსი გენერლის ოჯახი, რომელიც იმყოფება გერმანიაში. მთავარი პერსონაჟი არის ახალგაზრდა მასწავლებელი ალექსეი, რომელიც ასწავლის გენერლის შვილებს და გარდა ამისა, ამ გენერალს ყავს გერი, პოლინა, რომელზეც ყურებამდეა შეყვარებული ალექსეი. არის საოცარი დინამიკა პერსონაჟებს შორის და თვითონ ეს პერსონაჟები ტიპაჟურად იმდენად კარგად ყავს ნაჩვენები ავტორს, რომ წამით ვერ მოიწყენთ. ძალიან ბევრი ვიცინე ამ წიგნზე, თუმცა რა თქმა უნდა ამ იუმორისტული მხარის გარდა იყო ძალიან საინტერესო ნაწილიც. აქ ხვდებით როგორც რუს, ასევე ევროპელ პერსონაჟებს და ავტორმა ძალიან კარგად დაგვანახა თითოეული მათგანის მანკიერებები, მათი კომპლექსები, მათი სურვილები და კარგად იყო შედარებული ზოგადად როგორები იყვნენ რუსები და როგორები იყვნენ ევროპელები. და ჩანს რა დადებითი და რა უარყოფითი თვისებები აქვს თითოეულ მათგანს. ფავორიტი ჩემთვის ამ წიგნში არის ბებია. მიყვარს. ფოტოშორის საბას აპლიკაციაზე დავტესტე ამ ნაწარმოების აუდიო წიგნი და დიდი რეკომენდაცია ჩემგან. სეირნობის დროს ან სადმე თუ გავდიოდი ვუსმენდი ხოლმე და იყო ძალიან კარგი და ძალიან გავერთე. საბოლოოდ ამ წიგნს დავუწერე 4 ვარსკვლავი და გულწრფელად გირჩევთ. ვფიქრობ, რომ ბევრ საკითხზე დაგაფიქრებთ და ასევე ძალიან გაერთობით. და ამ თვეში წაკითხული ბოლო წიგნი არის რონდა ბაირნის The Power. ეს არის საიდუმლოს ავტორი, შეიძლება ამით უფრო მეტად გეცნოთ. აქაც საუბარია მიზიდულობის ძალაზე და იმაზე, თუ რამდენადაა დამოკიდებული ჩვენზე, თუ როგორი ცხოვრება გვექნება. რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს გვინდა რომ გქონდეს კარგი ჯანმრთელობა, ჯანსაღი ურთიერთობები, კარიერა, ფული და ასე შემდეგ. ავტორი გვასწავლის თუ როგორი მიდგომა უნდა გქონდეს ამ საკითხების მიმართ და როგორ მოვიზიდოთ თითოეული მათგანი ცხოვრებაში. და იმასაც კი გვეუბნება, რას უნდა ვფიქრობდეთ და რაზე უნდა ვამახვილებდეთ ყურადღებას. შეიძლება გჯეროდეთ მსგავსი მიდგომების, შეიძლება არა, მაგრამ მე პირადად რაც დამიტესტავ საკუთარ თავზე და რაც მართლა გამიკეთებია და რასაც ბოლომდე მივყევი, ყველაფერმა გაამართლა. ეს ავტორი გასწავლის თუ როგორ იყოთ პოზიტიური, როგორ იყოთ ყოველდღე ბედნიერი. და რა თქმა უნდა განიხილავს იმ რაღაც ნეგატივს, რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით და გვასწავლის როგორ ავირიდოთ ეს ყველაფერი. ანუ ვფიქრობ, რომ მისი რჩევები საზიანო არავისთვის არ იქნება. აი მაგალითად ერთი რაც ძალიან დამამახსოვრდა და მომეწონა ამ წიგნიდან არის ის, რომ უნდა ვეცადოთ, რომ ყოველთვის გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ რა გვიყვარს. თუნდაც აი ჩვეულებრივი დღეა ჩათვალეთ, რა ვიცი, შეიძლება მოწყენილი ვარ, შეიძლება ჩვეულებრივად ვარ და რომ დავიწყო ფიქრი იმაზე, რა მიყვარს. მაგალითად, მიყვარს წიგნები, მიყვარს გემრიელი ყავა, მიყვარს მოგზაურობა და ასე შემდეგ და ესე ჩამოვთვალო უბრალოდ ის რამდენიმე რამ, რაც ძალიან მიყვარს. პირადად ჩემზე ეს ტექნიკა ძალიან ამართლებს, რადგან თუნდაც მოწყენილი რომ ვიყო ან რაღაც ნეგატიურ ფიქრებში, ეს მეხმარება, რომ გადავიდე ესეო პოზიტიურ ტალღაზე და თავი ვიგრძნო კარგად.
აი თითქოს ხომ არაფერია და შეიძლება ესე თქვათ, რომ აი რა სისულელეა, მაგრამ პირადად ჩემ შემთხვევაში ძალიან ამართლებს და ძალიან მეხმარება. მე ამ ავტორის 3 წიგნი მაქვს წაკითხული, ეს არის საიდუმლო, The Magic და Countdown to Riches. აი ვიტყოდი, რომ ეს წიგნი იყო უფრო მეტად ამ ყველაფრის მიქსი. იყო რაღაც პატარ-პატარა ახალი საკითხებიც, მაგრამ უფრო მეტად თითქოს შემახსენებელი იყო იმის, რაც უკვე ვიცოდით. საბოლოოდ ამ წიგნს დავუწერე 4 ვარსკვლავი. რაც ასევე ცოტათი არ მომეწონა იყო ის, რომ თითქოს რაღაც მომენტებში ერთი და იგივეს იმეორებდა ხშირად და მაგან ცოტათი დამღალა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია და რაც ყველაზე მეტად მომეწონა ამ წიგნში, არის ის, რომ ჩემზე ძალიან დადებითად იმოქმედა. ძალიან კარგ განწყობაზე დამაყენა და ძალიან ბევრ რამეში მომცა мотиваცია. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც საკითხები უკვე მისი სხვა წიგნებიდან ვიცოდი, მაინც ძალიან ვისიამოვნე და გირჩევთ. ესეც ასე მივუახლოვდით ვიდეოს დასასრულს. უზომოდ კმაყოფილი ვარ ამ თვით, წავიკითხე ძალიან საინტერესო წიგნები, რაც ყველაზე მთავარია, თითოეული მათგანი იყო ძალიან განსხვავებული წერის სტილით, განსხვავებული პერსონაჟებით და გავაკეთე ძალიან საინტერესო და კარგი აღმოჩენები. ასე რომ ჩემს TBR Kills კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რადგან ეს რომ არა, მე მგონი ასეთი კარგი სია არ გამომივიდოდა. დიდი იმედი მაქვს, რომ საინტერესო რეკომენდაციებს წაიღებთ ამ ვიდეოდან. აქვე რა თქმა უნდა თქვენს გამიზიარეთ კომენტარებში, რა წიგნები წაიკითხეთ ივლისში და რომელი მოგეწონათ ყველაზე მეტად. როგორც ყოველთვის, არ დაგავიწყდეთ, რომ დაალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ ჩემი არხი. თქვენი მხარდაჭერა ამ არხის განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა კი გემშვიდობებით და წარმატებულ კვირას გისურვებთ. დროებით!